იანი ბადრიჯნის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. დაგჭირდება ბადრიჯანი, ნიგოზი, ნიორი და სუნელები. კუბებად დაჭრილ ბადრიჯანს მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი. გაწურეთ, გარეცხეთ, მოასხით ზეთი და მოათავსეთ გამოსაცხობ დაფაზე. ჩაფერში მოათავსეთ ნიორი და ნიგოზი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ძმარი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი და წიწაკა. ყველაფერი ეს გადაურიეთ. ღუმელში მომზადებული შემწვარი ბადრიჯანი მოათავსეთ ნიგზიან მასაში. კარგად ამოურიეთ და უგემრიელესი კერძი მზად არის სულ რაღაც 10 წუთში. აუცილებლად სცადეთ დღესვე და კომენტარებში მომწერეთ, როგორი გამოვიდა, გემრიელი თუ უგემრიელესი. ნიგზიანი ბადრიჯანი მარტივი, სწრაფი და ყველასთვის განუმეორებელი გემო. თქვენ კი ყველას უდიდესი მადლობა, რომ უყურებთ და იზიარებთ ჩემ რჩევებს. ბადრიჯანის თქვენი საყვარელი რეცეპტები აუცილებლად კომენტარებში გამიზიარეთ. და შემდეგი შეიძლება სწორედ შენი რეცეპტით მოვამზადო.